საპირისპირო სქესთან რამდენად წარმატებული ხარ? რას ფიქრობ, კრისტიანო გაასწრებს მისტერ ბისტს? რა მანქანას ყიდულობ YouTube-დან გამომუშავებული ფულით? სულ მაინტერესებს იუთუბერები პოლიტიკას რატომ არიდებთ თავს? რამდენს გიხდის YouTube თვეში? ჯერათ ვარა უცხო პალანტელის. იმენა ერთის? გამარჯობა, მე ჰიტა ვარ და მე 160 IQ მაქვს. Community-ში დავდე პოსტი, სადაც თქვენ უნდა დაგეწერათ კითხვები, რომელზეც მე ახლა უპასუხებ ვიდეოში. ვიდეოს დალაიქება და არხის გამოწერა არ დაგავიწყდეთ და ვნახოთ რას მეკითხებით. რას? ქუთაისში ცხოვრებამ რა გასწავლა? ქუთაისში ცხოვრებამ ძალიან ბევრი რამე მასწავლა. რაღაც პერიოდის წინ კითხულობდი რაღაცებს ძველ ბერძენ ფილოსოფოსებზე. და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ძველი ბერძენი გენიოსების ეპოქაში იყო ლოგიკური მსჯელობა. ყველაზე ღირებული. ანუ მნიშვნელობა არ აქვს მე ვინ ვარ, მნიშვნელობა არ აქვს შენ ვინ ხარ, როცა ვსაუბრობთ, ჩვენი საუბარი უნდა იყოს ლოგიკური და თანმიმდევრული. ძველი საბერძნეთის გენიოსებში, როგორც იყო ლოგიკა თანმიმდევრული და ღირებული და როგორ რაღაცებზეც მსჯელობდნენ ეგრე. აი მაგ რაღაცებს რო გითხულობდი, გამიჩნდა შეგრძნება რომ აი ქუთაისში მაგის მეტი რა მაქვს მონასპენი. ქუთაისში რო ლოგიკები მინახავს და მომისმენია, ეგეთი ძველ ბერძნებსაც შეშურდებული. და ამ კითხვაზე ესეთ პასუხს გავცემდი, რომ ქუთაისში ცხოვრება მასწავლა ლოგიკური აზროვნება. ძალიან მაღალ ლეველზე. კიდევ ბევრი რამე მასწავლა ქუთაისში ცხოვრება, მაგრამ როგორც გითხარით, აი რაღაც დიალოგებს რომ გითხულობდი, მეცინებოდა მაგაზე, იმიტომ რომ ქუთაისური დიალოგები უფრო მრავალფეროვნად მომეჩვენა. როგორ შეცვალო ჩემი ცხოვრება უკეთესობისკენ. შენ ცხოვრება თუ გინდა რომ შეცვალო უკეთესობისკენ, ქონებაში უნდა გქონდეს უკეთესი ფიქრები. შენ ცხოვრებაში ვერაფერი ვერ მოხდება ისეთი, რაც არ ხდება ჯერ შენს ფიქრებში. თუ შენ ყველა ადამიანისთვის კარგი გინდა, არავინ არ გძულს და არავის არ ვიქავ როგორც მტერი, ეს სამყარო იზრუნებს იმაზე, რომ შენი ცხოვრება უკეთესი გახდეს და ეს ავტომატურად მოხდება. გამართე შენი ფიქრები და ეს სამყარო გაგიმართავს შენ ხელს. ასევე იყავ მიზანდასახული, ცხოვრებაში რა მიზანიც გაქვს, ეგ მიზანი არ უნდა შეცვალო. რასაც აირჩევ, იმისკენ უნდა წახვიდე ნელი ნაბიჯებით. ამ მიზნისკენ ყოველდღე რაღაც ნაბიჯი გადადგი, იფიქრე პოზიტიურად, ყველას კარგი უსურვე და შენ ცხოვრება აუცილებლად უკეთესობისკენ შეიცვლება. ხიდა ძალიან მაგრად გაფასებ, არას დროს არ მომხდარ ვარ შენ ვიდეოში, არა და სულ წერ კითხვებს. შენი აზრი თუ ორი ადამიანი ერთმანეთს აზრებს კითხულობს, ვისი აზრი იკითხება. ტელეპათიური კომუნიკაცია. ამ შემთხვევაში ორივეს აზრი იკითხება და სინქრონშია და საუბარი აღარ იქნება საჭირო. ალბათ კაცობრიობის განვითარება უნდა მივიდეს მაგამდე. ადამიანებს ახლა როგორი კომუნიკაციაც გვაქვს, რომ საუბრობთ, ეს ხო ძალიან განვითარებულია სხვა ყველაფერთან შედარებით, რაც ჩვენთვის ცნობილია, მაგრამ ძალიან ზემოდან რომ შეხედო ამ ყველაფერს, ისე ზემოდან რომ ტელეპათიური კომუნიკაცია რეალური იყოს. მაშინ საუბარი გამოდის ძალიან დაბალი ლეველი სადაც, იმიტომ რომ ჩვენ როგორც ვფიქრობთ, მაგის ზუსტად გადმოცემა საუბრით ძალიან რთულია. შეიძლება რაღაცას ფიქრობდე, ამბობდე და ადამიანებს ვარავის იგებდნენ. ან იმათი აღქმის გამო, ან შენი მეტყველების გამო. და ტელეპათიურად, რასაც გცნობ, მაგას პირდაპირ იგრძნობს მეორე ადამიანი საუბრის გარეშე. და მაგ შემთხვევაში ადამიანები ყველაფერს გაუგებენ ერთმანეთს. მის კომუნიკაცია აღარ მოხდება. რას ფიქრობ, კრისტიანო გაასწრებს მისტერ ბისტს? რონალდომ რო გააკეთა YouTube-არში ეგრევე ავიდა 60 მილიონამდე დაახლოებით და ახლა რამდენზეა ნახოთ 71.8 მილიონი. მისტერ ბისტთან ერთად გადაიღო ეს ვიდეო ცნობილი, შემდეგ მეორე ვიდეო დადეს კიდე ფეხბურთის ჩელენჯი, შემდეგ მესამე ვიდეო დადეს, ახლა მეოთხე ხდებენ კიდე რონალდოს ჩანელი, მისტერ ბისტის ჩანელი გახდა თუ რა ხდება. მისტერ ბისტი არის 336 მილიონზე და რონალდოსთან ვიდეო უდევს ბოლო. მაგარი კოლაბები გააკეთეს. კარგი, უპასუხოთ. ჩემი აზრით, რონალდომ რომ გაასწროს მისტერ ბისტს, ფაქტობრივად შეუძლებელია. კრისტიანო რონალდომ რომ გააკეთა YouTube არხი და რაც ტრენდი გახდა იმ წამსვე, რონალდოს დასაბსკრაიბება. ეს 60 მილიონი დაახლოებით ააგროვა და მორჩა. უფრო რადიკალურ რაღაცასაც გეტყვით. მისტერ ბისტმა საერთოდ რომ არ დადოს ვიდეო და რონალდომ კვირაში ერთი ვიდეო დადოს, რამდენო 5 წელი, მაინც ვერ გაასწრებს. ცოტა აღქმის დონეზე გასაგები რომ იყოს, რატო ვამბობ ამას? ნახეთ, 1 მილიარდი ნახვაც არ აქვს არხზე, 700 მილიონი. 700 მილიონი ნახვისთვის 71 მილიონი გამომწერი ძალიან ბევრია. რომლის გამომწერი ხელოვნურად არის დაბუსტული, იმიტომ რომ სამ YouTube არხს გააკეთებ და მანამდეც იყო ცნობილი. ანუ ახლა ისე მოემატება კიდე შეიძლება 5-6 მილიარდი ნახვა, გამომწერები დიდად აღარ მოემატება. და საერთოდ რომ ვიცოდეთ, გამომწერები YouTube არხზე გემატება ნახვების შესაბამისად. იცი ყოველ 1000 ნახვაზე რამდენი გამომწერი გემატება. ამიტომ გამომწერების ზრდა ყოველთვის უნდა დაითვალო ნახვებში. რამდენი ნახვა გექნება, იმის შესაბამისად მოგემატება გამომწერები. რონალდოს 1 მილიარდი ნახვაც კი არ აქვს. მისტერ ბისტს აქვს 66 მილიარდი ნახვა. ეს ჩენელი წარმოიდგინეთ უკვე ყველა მიცის, მეც კი რონალდო იცის. ჯერ 1.76-ედიც კი არ აქვს, რაც მისტერ ბისტს აქვს მხოლოდ ერთი ჩენელზე. მისტერ ბისტს კიდე 60 ჩენელი აქვს, რომელზეც 50 და 60 მილიონი გამომწერები ყავს. და საერთოდ ეს ვიდეო ნახეთ, რომ მისტერ ბისტი ანტიქრისტია. საპირისპირო სქესთან რამდენად წარმატებული ხარ? რავი. ძალიან. ლოგო კინას 2000 ლარად შეჭამ, ლუმს. შემთხვევასაც არ შევჭამ.
2000 ლარად. თუ მოხარშობს, თუ როგორც იჭმება. ჩემი ლოკოკინის შიში როგორ დაგიმახსოვრებიათ? არ შეჭამ საერთოდ ლოკოკინას. ასეთი ამბავი უნდა გითხრათ, თუ ხართ სელქნეტის მომხმარებელი მობილურს, ტელევიზიაზე ან სახლის ინტერნეტზე. თქვენ შეგიძლიათ აიღოთ 5000 ლარამდე სესხი, რომელიც ძირითადად თვითდასაქმებულებზეა გათვლილი. თვითდასაქმებული ადამიანი, რომელსაც ოფიციალურად ხელფასი შეიძლება არ ერიცხებოდეს, მაგალითად, იუთუბერიც ეგეთია, ძიძა ხელოსანი და კიდე ბევრი პროფესია ერთი. სესხის აღების პირობები არის ისეთი, როგორც არის ჩვეულებრივი სტანდარტული სამომხმარებლო სესხი აი ეგეთი. ჩემი აზრით ძალიან საინტერესო ინფოა, როცა სილქნეთის მომხმარებლობის ხარჯზე რომ შეგიძლია სესხი აიღოს სულ 3 წუთში. ოფიციალურ დარწმული ხელფასის გარეშე. ამიტომ თუ ეს ინფო შეიძლება იყოს თქვენთვის საინტერესო, იცოდეთ. არსებობს თეორია, რომ დავინჩი არ იყო ერთი ადამიანი, ანუ იყო ადამიანთა დაჯგუფება, რომელიც სხვადასხვა სფეროს იკვლევდა. რა სიტყვი ამაზე და ზოგადად თუ მიგაჩნია მასზე მნიშვნელოვანი ფიგურა მსოფლიო ისტორიაში. არ ვიცი, ადამიანის გენიოსობას არ აქვს საზღვარი. ამიტომ ერთი ადამიანი რომ ყოფილიყო საერთოდ არ არის ეგეთი სასწაული. თუმცა ბევრი დამხმარეები კი ყავდა და ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი ვინ იყო მსოფლიო ისტორიაში. რომ გადავხედოთ ისტორიას, დავინჩი მიმდენი რამე გამოიგონა, ეხლა რომ ჩამოთვალო ვერც კი ჩამოთვლი ყველაფერს. დამავიწყდება ზოგი და გამომჩება. ვინ შეიძლება იყოს დავინჩიზე მნიშვნელოვანი ფიგურა? ანუ ესე ვერც იტყვი ვერავის, რომ კიდე თუ არა დავინჩიზე მნიშვნელოვანია, მაგრამ ნაკლებსაც ვერ იტყვი, მაგალითად სოკრატე, როგორც აზროვნების გამიტარება. ტესლა, დენირამდენად მნიშვნელოვანია ახლა ჩვენ ცხოვრებაში. ნიუტონი და აინშტაინი. ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ჩემი აზრით არის პერსონა არ არის, მაგრამ რამაც ყველაზე მეტად განავითარა კაცობრიო არის ინტერნეტი. ინტერნეტი ესე ერთ ადამიანს არ შეუქმნია. რავი, მაგარი იყო დავინჩი. კარგი სამშელო თემაა, თუმცა რავი, დავინჩიზე მაღლა რო დგას ვინმე, მაგაში ადამიანების დარწმუნება ძალიან ძნელი იქნება, რომ დამაჯერებელი იყო. რა მანქანას ყიდულობ YouTube-დან გამომუშავებული ფულით? ვაუ, ერთ-ერთი ნავ ვიდეოში ვთქვი, რომ ჩემი ოცნების მანქანა, ჩემი დრიმკარი უნდა ვიყიდო იმ თანხით, რაც YouTube-ის მონეტიზაციამ დამიწერა. საერთო ჯამში რაც არხი შეუქმნით, ხო და 2-3 თვეში უკვე მეყოლება ეგ მანქანა. ჯერ წინასწარ არ გეტყვით რა მანქანაა, მაგრამ ერთი პატარა მინიშნება შეიძლება მაინც. მოტორი ექნება 6-დან 0-ზე დიდი. ოფცხილდებით დედამიწას. კითხვა არ მაქვს, შენი მეზობელი ვარ და ერთ საღამოს მაღაზიასთან გნახე და სურათი გადავიღე. მაგ დღეს ძალიან ბევრი ცუდი რამე მოხდა, მაგრამ რომ გნახე ისეთ ემოციებში ვიყავი, რომ სულ შეიცვალა ჩემი საღამო. იცით რა არის კიდე ყველაზე დიდი mind blow ჩემს ცხოვრებაში? ასეთი უკავშირი, რასაც თქვენ მეუბნებით ხოლმე ან კომენტარებში, ან როცა შეხვდებით ერთმანეთს, ან როგორც კი ხარიათ ფოტოს გადაღება, როცა მე იუთუბერობას ვიწყებდი, რაღაცნაირად ყველაფერზე ვფიქრობ ამ ცხოვრებაში, მაგრამ მაგაზე არ მქონდა ნაფიქრი, რომ ჩემი ვიდეოები და გამომდინარე ქუჩაში რომ გამოვალ, ხალხი მიცნობს და თან ამხელა ზეგავლენა იქნება და ამხელა ემოციური ეფექტი შეიძლება მოახდინოს შემანახვამ სხვა ადამიანზე. იმიტომ რომ მე უბრალოდ ვიდეოების გადაღება მომწონდა და ეს ამხელა რაღაც ისე მოვიდა თითქოს თავისთვის და ძალიან ბევრს ვფიქრობ ხოლმე. რომ ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და რამდენადაც იზრდება ჩემი ვიდეოს ნახვები თუ გამომწერები თუ ლაიქები თუ კომენტარები, ეს პასუხისმგებლობაც იმატებს და ვალდებული ვარ ყოველდღე რომ ვიყო ჩემს გულშინდელ თავზე უკეთესი და ამის мотиваცია არის ასეთი რეაქციები რაც ამ კომენტარში წერია. მადლობა შენ რომ ეს კომენტარი დამიტოვე და დიდი პატივია თუ ერთი დღის გამხერულება შევწევი. სიცილიაში როდის მიდიხარ? ვოიაჟერის საგზური მოვიგე. შარშა მაფიის ფინალში რომ მოვიგე და იმის მერე დიდი ხანი გავიდა, თითქმის 1 წელი, მაგრამ არ დავსულვარ და სოსომ რო გახსნა თავისი ტურისტული კომპანია, მან ნახე ვოიაჟერის წარმომადგენლებს და მითხრა რომ ჩემს საგზურ სიცილიაზე ვარ და არ გავუვა და თუმცა მომინდება შემიძლია წავიდე. ამიტომ წავალ 2025-ში. უადო საგზური მაქვს. ჰიტა იმედია მიპასუხებს, რომ მაინტერესებს იუთუბერები პოლიტიკას რატომ არიდებთ თავს. რატომ ჩამოგიყავით და საიდან მოვიდა ის აზრი, რომ არ შეიძლება რომელიმე პოლიტიკოს დაუჭიროს მხარი იუთუბერმა. როგორ არის იცით, როცა იუთუბერი ხარ, ალბათ ისევე როგორც ნებისმიერი საჯარო პირი. როცა შენს პოლიტიკურ გემოვნებას აფიქსირებ, სხვა პოლიტიკური გემოვნების ადამიანები ეგრევე გაჰეითებენ და მათთვის მოსაწონი პიროვნება აღარ ხარ და შენთვის მნიშვნელოვანია, რომ როგორც იუთუბერისთვის, რომ მაქსიმალურად ბევრი ნახვები გქონდეს და არ გაინტერესებს ეს ნახვები საიდან მოვიდა. როგორც წესი. საქართველოში რადგან ორი პოლუსია, ძირითადად ოპოზიციური და ქართული ოცნების. თუ რომელიმე პოზიცია აირჩიე, ეგ ავტომატურად ნიშნავს, რომ ნახევარი საზოგადოება გადაინტერესებული, რაც არავის არ აწყობს. მით უმეტეს ისეთ არხებს, რომელიც ნახვაზეა ძირითადად ორიენტირებული. თუმცა მე მიმაჩნია, რომ აზრის არ დაფიქსირება არ შეიძლება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელიც ყველა ქართველს ეხება. მაგრამ ეს ისეთი რაღაცაა, რასაც მე პირადად ვერავის ვერ მოვთხოვ სხვას, მაგრამ შემიძლია მოვთხოვ საკუთარ თავს და მაგიტომ რაც იუთუბერი ვარ, ყველაფერზე ვაფიქსირებ ჩემ აზრს როგორც შემიძლია. ახალს დავდი აქციებთან დაკავშირებით ვიდეო და ბევრი ადამიანი დაიჭირეს უაზროდ და ცემეს. ძალიან ძიმე იყო ეგ ყველაფერი. პრემიერ-მინისტრმა
კითხვა რომ 2028 წლამდე აღარ დაიწყებს ევროკავშირთან მოლაპარაკებებს, მაგრამ როგორც წესი აპლიკანტი ქვეყანა ისედაც არ ირჩევს მაგას, როდის დაიწყება მოლაპარაკებები. მაგას სჭირდება ევროკომისიის რეკომენდაცია და ევროპულმა საბჭომ უნდა მიიღოს შემდეგ იქ გადაწყვეტილება და ახლა ისეთი რაღაცები მოხდა, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, ერავი. თან გაწევრიანების მოლაპარაკების გახსნა არის დამსახურებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის 27 სახელმწიფოს მეთაურები იღებენ. ისინი განსხვავებენ და რა გადაწყვეტილებას მიიღებენ. მოლაპარაკების გახსნაზე აქედან ჩვენმა მთავრობამ რამდენჯერაც არ უნდა შესთავაზოს გახსნა აზრი არა. იმედი თუ გიშველის ტელევიზიას არ გულისხმობ. შიტა შენი არ წერს რომელი დინოზავრი იქნებოდი. და მაგარი კითხვა. რომელი დინოზავრი იქნებოდი? რომელი დინოზავრი იქნებოდი, იცით? ძალიან დიდი როა და ბალახის ჭამელი როა მარტო. აღარ ახსოვს რა ქვია. აი ეს. რომელი სიმღერაა შენთვის ყველაზე სევდიანი? იმედია ერთხელ მაინც მოვხდები. მოგასმენიათ. ჩაერთოს. საინტერესო რომ ეს გაჩვენებთ ახლა. ვალუტის გადაცვლა ვისაც გჭირდებათ ხოლმე, ჯიხურის კურსით უკვე შეგიძლიათ გადაცვალოთ ონლაინ. კურსიჯი არის ასეთი საიტი. საქართველოს ეროვნული ბანკის სტემბაქი შესაძლებლობა მოგეცა ჩვენს მომხმარებლებს სავალუტო კომუნიკაციას სრულად ციფრულად ჯიხურის ფასად შევთავაზოთ. მე მჭირდება ხოლმე ეს სერვისი. YouTube-ის მონეტიზაცია სულ დოლარში ან ევროში იწყება ხოლმე. მოდი ახლა მე დავრეგისტრირდები, თან მინდა თქვენ გაჩვენოთ და მეც მაინტერესებს როგორია. თან თუ დარეგისტრირდები 2 პუნქტით უკეთესი კურსი გექნება. მოდი დავახორდავთ $100. ესე იგი, დოლარიდან დავახორდავთ ლარში, ხო? სწორად. $100 დავახორდავთ. გადავრიცხე $100 და დანიშნულებაში მივუხდე კონვერტაცია. ხა რამდენი წუთში უნდა ჩამოერცხოს 280 ლარი. საველოდოთ, აბა რამდენი ხანში მოვა. მოვიდა, 5 წუთში მოვიდა ზუსტად. გამოგარია. $100 გადავრიცხე და 280 ლარი ჩამოერცხა ზუსტად 5 წუთში. თუ გადახორდავების კურსი მნიშვნელოვანია თქვენთვის, და წესით ყველასთვის მნიშვნელოვანია მიცახურდავებს. ჯიხურები ყველგან არ არის, განსაკუთრებით რეგიონებში. ძალიან გაასწორა. მაგარი ოპერაცია გავაკეთე. ხა დავრიცხეთ ახლა და 5 წუთში გადმომერცხა. ჯიხურის კურსით და ზოგჯერ უკეთესია უკიდი აქ უწერიათ. კარგია. ასწორებს ისეთი სტარტაპები, რომლებიც ადამიანების ცხოვრებას ამარტივებს. პლუს 1 კლიენტი ვარ აგერ. ჯერათ ვარა უცხო პალანტელის. იმენა ერთის? იმენა ერთის არა. აუ უცხო პალანტელების ჯერა თუ ამჯერა, კარგი უპასუხოთ მოდი. მე რაც დავიბადე, გავიზარდი და ვაზრომებ და ვცდილობ ჩემი სოფხედველობა და თვალსაჩინო გავაფართოვო. არგუმენტი არ მაქვს იმასთან დაკავშირებით, რომ უცხო პალანტელები გინდა თუ არა არსებობენ. არც საპირისპიროს არგუმენტი მაქვს. მხოლოდ ვარაუდი შემიძლია. ვარაუდი ასეთი იქნებოდა, რომ იმდენად დიდია სამყარო, რომ სიცოცხლე მარტო ჩვენს პლანეტაზე რომ იყოს, ასე რომ აღვიქვათ. მაშინ ცოტა ეგოისტები უნდა ვიყოთ. თან სამყარო იმდენი მილიარდი წლისაა და ჩვენი ცივილიზაცია იმდენად პატარაა, რომ შეიძლება ზოგი ცივილიზაცია თუ არსებობს, იყოს 1 მილიარდი წლით უფრო ძველი ვიდრე ჩვენ. 1 მილიონით კი არა, 1 მილიარდით. და ჩვენი ცივილიზაცია იმდენად პატარაა, რომ დაახლოებით 15,000 წლის წინ ან 20,000 წლის წინ თითქმის გამოქვაბულში ცხოვრობდით. მაგრამ ამაზე როცა ვფიქრობ, მე ყველაზე მეტად მაინც იმაზე ვფიქრობ და იმაზე მეფიქრებ, რომ ჩვენ ცაში ვიხედებით და გონი არამეს ვხედავთ, სინამდვილეში ვერაფერს ვერ ვხედავთ. ფაქტობრივად ჩვენი ცივილიზაცია არის ბრმა, რადგან როცა ვიხედებით, მხოლოდ ვიხედებით წარსულში. რადგან ჩვენთან ინფორმაცია მოდის სინათლით და სამყარო კი ძალიან კოლოსალურად დიდია, მაგრამ ჩვენ ვერაფერს ვხედავთ. რომ ავიღოთ 1000 სინათლის წელიწადი, ანუ სინათლის ისწრაფით რომ იმოძრავო 1000 წელიწადი. ეგ მანძილი კოსმოსურ მასშტაბზე ძალიან უმნიშვნელოდ პატარაა და მაგხილ მანძილზეც კი რო იხედები, ხედავ იქაურობას 1000 წლის წინ. ჩვენ 70 წელიწადს ვცხოვრობ საშუალოდ. ანუ 1000 წლის წინ, რამდენი თაობის წინ არის წარმოიდგინეთ. და 1000 სინათლის წელიწადი რამდენად პატარა იქნება, იცით? აი თქვენი სახლის ფანჯრიდან რომ გაიხედავთ, მხოლოდ 10 სანტიმეტრის დანახვა რო შეგიძლიათ. წარმოიდგინეთ, ფანჯარას აღებთ და შეგიძლიათ მხოლოდ 10 სანტიმეტრი დაინახოთ. და 10 სანტიმეტრით რო დაინახოთ, მაგას ხედავთ 1000 წლის წინანდელს. არ ვიცი რამდენად კარგად აღიხსენეთ, მაგრამ ეს არის ძალიან დიდი mind-blow. როდესაც ვიხედებით და გონი არამეს ვხედავთ, მაგრამ სინამდვილეში ვერაფერს ვერ ვხედავთ. სურათებს რომ იღებს ჩვენი ახალი ტელესკოპები, მილიონობით სინათლის წელიწადის მანძილზე, მილიონობით სინათლის წელიწადის წინანდელი ხაურობას ხედავ. იმის მიხედვით რა დასკვნობა გამოიტანა. 5 მილიონი სინათლის წელიწადის მოშორებიდან რო ვიყურებდნენ ჩვენ დედამიწას. დედამიწა არც კი იქნებოდა ამ ადგილას. წარმოიდგინეთ, ძალიან პატარა მანძილია. რამდენს გიხდის YouTube თვეში?
YouTube. სხვათა შორის მონეტიზაცია იზრდება და იზრდება. ადრე რომ იყო თად ცენტები, თად ეგრე აღარ არის. ამერიკასთან და განვითარებულ ქვეყნებს, tier 1 ქვეყნებში რაც შედის, მაგასთან ახლოსაც არ არის, მაგრამ წინა წლებთან შედარებით ძალიან იზრდება. ახლა ბოლო თვეებია მე მგონი, თვეში $1000-ზე მეც წერს, თუ ევროზე მეც. არ ვიცი იტა რამდენი წლის ხარ, მაგრამ დარწმუნებული ვარ შეიძლება ახალგაზრდებს გავუგო და კითხვაზე გიპასუხო. რატომ არის რომ დღესდღეობით ძალიან გვიჭირს ახალგაზრდებს მენტალურადაც და ფინანსურადაც. იმას გულისხმობ რომ 21 წლის ყველა ჩემს გარშემო შემოვისწრებს, რომ ყველა დარწმუნებულია, მათ შორის მეც და ყველა რაღაცას გაუგვის, ყველა დაგრუზული არავის აღარ უნდა სიცოცხლე, შეცვლილია ყველაფერი. უნდა გაუძლოთ. ძალიან არ მიყვარს ადამიანების დაყოფა რაღაცა კატეგორიების მიხედვით, მაგრამ ამ ბოლო დროს მე მგონი ცოტათი ეიჯისტი გავხდი. ეიჯისტი არის ადამიანი, რომელიც ადამიანებს ახარისხებს ასაკის მიხედვით. და ახლა ჩვენს მთავრობაში, არა მარტო მთავრობაში, ყველგან, სადაც კი ძალაუფლება და რაღაც გადაწყვეტილების მიმღები ადამიანები არიან, ნებისმიერ რაღაცაში. ყველა ადამიანი არის უფროსი, უმეტესობა მაინც. ძირითადი მასა 50-დან შეიძლება 60+. და ეს არის ხალხი, რომლებიც საბჭოთა კავშირი რომ დაიშალა, მაშინ სრულწლოვნები იყვნენ. შეიძლება 30+-ები იყვნენ ასაკით. უკვე საბჭოთა კავშირში გამოწრთობილები და ყველაფერი იყვნენ. ნამუშევარიც ქონდათ იქ წლების განმავლობაში. იქაურ სისტემას იყვნენ მორგებულები და ახლა დღემდე ეგენი მართავენ კიდე ყველაფერს. და შენ რომ ახლა 21 წლის ხარ და 2002-3-ში რო დაიბადე, ისინი 1989 წელს კომუნიზმის პერიოდში რაღაცა თანამდებობაზე მუშაობდნენ და დღემდე ისინი მართავენ და იმათ გემოზიამ და იმათ მსოფლმხედველობაზეა მორგებული. როგორ იქნება ახალგაზრდებისთვის კარგი გარემო, რომელიც საერთოდ 2000-იან წლების მერე დაიბადი და იმდენად სხვა სამყაროში ხარ. ჩემ აზრით უნდა მოვიცადოთ. YouTube-ის დაწყება მინდა წლებია, მაგრამ კომპლექსი მაქვს კამერასთან. სიტყვებს ვერ ვუყური ხოლმე თავს. რას მირჩევ როგორ დავძლიო სხოველები. მაგის კომპლექსი ყველას აქვს საერთოდ. განსხვავება მხოლოდ იმაში, რამდენად სწრაფად დაძლევ მაგ კომპლექსს. ზოგს მეტი დრო ჭირდება, ზოგს ნაკლები. მე მაგალითად ძალიან დიდი ხანი დამჭირდა. თავიდან ჩემ პირველი ვიდეოები ვიცი როგორ არის გადაღებული. ტექსტს წერდი, თითო სიტყვას ვამბობდი რამდენჯერმე. ხოჭ შენ ხო დაწერე ახლა YouTube-ის დაწყება მინდა წლებია. ასე ვიწერდი YouTube-ის. დაწყება. მინდა. და მე მონტაჟის დროს საუკეთესოდ ნათქვამ თითო სიტყვას ვტოვებდი და ეგრე ვაერთებდი. იმდენად სტრესში ვიყავი ჩაწერის დროს. მაგრამ დროთა განმავლობაში გადაახვედია და ახლა უკვე ისე ვარ, რომ ლაივში შევარდები ეგრევე 1000 კამერაში თუ მინდა და საერთოდ არ მაქვს კომპლექსი. თუმცა ძალიან მცკერიდან დავიწყე. შენ როგორი კომპლექსი არ უნდა გქონდეს, მე როგორი მქონდა, იმაზე ვარესი ვერ გიქნება. ამიტომ უბრალოდ წადი. ბევრჯერ. როგორი შეგრძნება, როცა სიკეთეს აკეთებ და აპიარებ სხვა იუთუბერების გვერდს. ჩემს გვერდს გულისხმობ ჰიტა. თუ არ გამოგიცდი, ახლა გამოსცადე. ვიღაცამ რეკლამა გამომსყვა. მანქანებზე განიხილავს სხვადასხვა რაღაცებს. მანქანის მოვლის საშუალებები და ეგეთი რაღაცები. დაუსაბსკრაიბოთ. მაგრამ ეს რანაირ არს მაპიარებინე. 7 თვის წინ არის ბოლო ვიდეო. გააგრძელე ვიდეოების დადება. და ვისაც გინდათ იუთუბერობა და თვლით რომ ეს თქვენი საქმეა, არავის არ მოусმინოთ და არაფერი არ შეგაფერხოთ. არც ტექნიკის არ ქონამ, არც იდეების არ ქონამ. უბრალოდ ვიდეო გადაიგეთ. ეცადეთ შემდეგ ვიდეოს რომ გადაიღებ, წინას ჯობდეს რაღაცით. სულ ასე გააგრძელეთ და მეტი არაფერი არ არის საჭირო. აი ეს ვიდეო რომ დავდე, რატომ არის მერაბ დვალიშვილი გენიოსი. ძალიან ვიდეო გამოვიდა და თუ არ გინახავთ, ნახეთ. მაგრამ ეს ვიდეო თუ უკვე ნახეთ, ამ ვიდეოში გითხარით რომ ვინც კომენტარს დაწერდით და ჩემს არხს გამოიწერდით, 5 ადამიანზე გათამაშდებოდა 1 წლიანი სეტანტას აკაუნტი. უფასოდ. მთელი 2025 წლის განმავლობაში ქართველ ბიჭებს UFC-ში ბევრი ბრძოლა ექნებათ. ასევე სეტანტაზე ფეხბურთები წალის. ხოდა მოკლედ იმედია ამ 5 ადამიანს ძალიან გავახარებთ და მთელი წელი უფასოდ ექნებათ საშუალება რომ Google შემატკივრონ ქართველ ბიჭებს. ხოდა მოდი ახლა გამოვავლინოთ ეს 5 გამარჯვებული. აქ ჩავაკოპიროთ ლინკი, replay-ები გამოვვრთოთ, duplicate კომენტარებიც არ გვინდა და დავიწყოთ. 1309 კომენტარი მონაწილეობს ჩვენს გათამაშებაში. პირველი გავიგოთ ვინ იქნება, ვინც მოიგებს. პირველი გამარჯვებულია ოთო, რომელმაც დაგვიწერა 2 წელი შავი გული. შემდეგი გოჩა ენუქიძე. კიდე გული დაგვიწერა. ეს არის ჩვენი მეორე გამარჯვებული. მესამე გამარჯვებული ჩუმბაშვილი. აუ სეტანტა მინდა. აი მეგობარი მოიგე სეტანტა. აი ეს აკაუნტია ჩვენი მესამე გამარჯვებული. შემდეგი ხელა. 2 ქართველი ჩემპიონი არ ყავს არავის. აქ შემეშალა. 2 ჩემპიონი არ ყავს არავის თქო უნდა მეთქვა და 2 ქართველი ჩემპიონი. ხელა არის ჩვენი მეოთხე გამარჯვებული. და ბოლო რიჰანა ვარ. სეტანტა მინდა ახაც სეტანტა წერია. რიჰანა ვარმა მოიგო სეტანტას 1 წლიანი ვაუჩერი. თუ აკაუნტი. აი ეს აკაუნტია. ახლა გეტყვით როგორ უნდა აიღოთ გამარჯვებულებმა თქვენი ეს აკაუნტი. უფრო მეტი კოდი გამომიგზავნა სეტანტამ და მოდი 2 გამარჯვებული კიდე დავამატოთ. და სულ გეყოლება 7. კარგი ვიდეოა. გესტ. ნანაცავა. დიდი მადლობა ვიდეოსთვის. ძალიან გთხოვთ მოგებულებმა Instagram-ზე მომწერეთ. მონაწილე რეკვესტებში ჩავარ და შეიძლება ვერ ნახო, ამიტომ ძალიან გთხოვთ ასევე ბოლო პოსტზე დამიკომენტარეთ რომ თქვენ მოიგეთ. შემდეგ მე კოდს მოგწერთ პირად შეტყობინებაში. ამ კოდს დააკოპირებთ ზეტან და საიტზე და ამით 1 წლიან უფასო აკაუნტს გაიაქტივებთ.